აი ხომ არის ხოლმე ცხოვრებაში ეტაპი, როცა ამბობთ, რომ დაიბენი, დაიკარგე, გაჭედილი ხარ, არ იცი რა გააკეთო, ქაოსია შენ ცხოვრებაში, კონტროლი გაქვს დაკარგული საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და გამოსავალი უბრალოდ არ არის. არა და გამოსავალი სწორედ აი ამის დანახვით, აღიარებით, დამუშავებით და გაშვებით იწყება. ხო, უნდა აღიარო, რომ ახლა აქ ხარ. ახლა უბრალოდ ქაოსი გაქვს ირგვლივ. უნდა აღიარო შენმა რომელმა ქმედებამ, ან შესაძლო უმოქმედობამ განაპირობა ეს ეტაპი შენ ცხოვრებაში. როგორ უნდა მოიქცე შემდგომში, რომ იგივე გაკვეთილები და იგივე გამოწვევები არ განმეორდეს. უნდა აღიარო ისიც, რომ აუცილებელია მსხვერპლის როლიდან გამოხვიდე, რომ საკუთარი თავგაცილებით მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე სხვების მოლოდინები, რომ აუცილებელია პირადი საზღვრების უფრო მკაფიოდ დაცვა, რომ როცა სხვას ეუბნები კის, საკუთარ თავს ეუბნები არას. ასე რომ პრიორიტეტები თავად უნდა განსაზღვრო. ამ პროცესში არის ერთი პარადოქსიც, როცა გვინდა რომ კონტროლი დავიბრუნოთ საკუთარ თავზე, ჩვენი კონტროლის მიღმა უნდა გავუშვათ ის, რაც ჩვენს საერთოდ არ გვეხება და უბრალოდ მისი გაკონტროლებაც არ შეგვიძლია. მაგალითად, ზოგჯერ სხვა ადამიანების ცხოვრება, მათი გადაწყვეტილებები საერთოდ არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ და უბრალოდ არც უნდა გვაინტერესებდეს, ეს გაცილებით მეტ ენერგიას გვართმევს და კიდევ უფრო მეტი ქაოსი შემოაქვს ჩვენ ცხოვრებაში. კიდევ ერთი პარადოქსია ამ პროცესში, როდესაც ქაოსია მგონია, რომ ძალიან ბევრი არჩევანი გვაქვს, ეს კიდევ დამატებით ფოთვას იწვევს, ან პირიქით ზოგჯერ მგონია, რომ არჩევანი საერთოდ არ არის და უბრალოდ გადაწყვეტილების მიღებაც არ შეგვიძლია. სინამდვილეში არ არსებობს ბევრი ან ცოტა სწორი ან არასწორი არჩევანი, უკეთესი ან უარესი ცვლილება, ერთი მკაფიო და ძალიან სწორი გზა. არა, უბრალოდ ადამიანი იმ ეტაპზე იღებს სწორედ იმ გადაწყვეტილებას და აკეთებს სწორედ იმ არჩევანს, რაც მისი რესურსიდან გამომდინარე მას შეუძლია რომ განახორციელოს. უკეთესი ან უარესი ცვლილება არ არსებობს, უბრალოდ ცვლილება არის აუცილებელი და გარდაუვალი და ეს ჩვენ ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება. და გაცილებით უკეთესია თუ ამას ჩვენი კონტროლის ქვეშ დავაბრუნებთ. უბრალოდ დავსვით საკუთარ თავს კითხვები. სად ვარ ახლა, რა მინდა, რა არის ჩემი კონტროლის ქვეშ, რომელი ერთი ნაბიჯი შემიძლია გადავდგა, რა არის ჩემი მიზანი, როგორ მივდივარ მიზნამდე და რას ვაკეთებ ამისთვის.